ფინანსურ წნეხს, როგორც რეპრესიულ მექანიზმს რეჟიმი აქტიურად იყენებს, ქვითარი სახლში მიუტანეს კოალიცია ცვლილებისთვის წევრ ნოდარ ჩაჩანიძესაც. ოლიგარქის პარტიამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილება შეიტანა, რითაც შეკრებასა და მანიფესტაციებთან დაკავშირებული სამართალდარღვევების ნაწილი შინაგან საქმეთა სამინისტროს განსჯადი გახდა. ჯარიმის ქვითარი სახლში მიუტანეს ოპოზიციონერ ლევან სანიკიძესაც. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო ამ ფორმით ჯარიმების ჩაბარება ადამიანებისთვის. ჩვენ ხედავთ, რომ გაიჭედა სისტემა, ფიზიკურად ვეღარ უძლებს ამდენ დაჯარიმებას და ასეთ რეპრესიულ კანონმდებლობას, რაც ეხა ეს რეჟიმი ახორციელებს და სასამართლოში ვეღარ ტარდება ფიზიკურად პროცესები, რომელსაც ადმინისტრაციული მიმართულებით დაჯარიმებების მიმართულებით. ამიტომ ჩვენ ხედავთ, რომ დღეს არ ვიცი, საღამოს მიდიან ოჯახებში და ანახებს კიდეც სისტემა რომ ყველაფერს იკადრებს, ხო? ანუ მიდიან ისეთ ოჯახში, სადაც იციან, რომ არის ჩვილი ბავშვი. მომიტანეს ბიძინა ივანიშვილის ადმინისტრაციული კოდექსის, ქცევის კოდექსის შესახებ რაღაც ოქმი, რომლის მიხედვითაც მე თითქოს რუსთაველის გამზირზე ჩემი მოსაზრების გამოხატვის გამო დამირღვევია კანონი და ამის გამო დამაჯარიმეს 5,000 ლარი. სახლშიც არ შემოგვიპატიჟებია, იმიტომ რომ ოკუპანტთან მოთანამშრომლე ხალხს არ ვეპატიჟებით. ეს მგონია დაშინების მცდელობა, არავითარი აზრი ჩემზე და ჩემნაირ ხალხზე აი ასეთი ნაბიჯების გადადგმას არ აქვს. არ გადავიხდი და ჩემთვის არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს ესეც. ეს არის ხარკი, რომელსაც მახტევინებენ თავისუფლებისთვის და მე თავისუფლებაში ფულს არ ვიხდი.